distance feel? Why bring me home to be sure tomorrow that love comes to save me when I cry? ქეთათო ჩარკვიანი შუადღის სტუმარი მოგესალმებით ქეთათო მაყურებელსაც მოგესალმებით იმიტომ რომ სიმღერით დავიწყეთ და მისალმება ვერ შევწელით ასე ვთქვათ მოგესალმებით დიდი მადლობა სტუდიაში მისალმება იყო ქეთათოს კომპოზიციის ნამდვილად და მოდი გამამხილოთ მიზეზი თუ რატომ დავიწყეთ ასე ჩვენი დღევანდელი გადაცემა დღეს საკმაოდ მძიმე დღეა ქეთათო შენთვის განსაკუთრებით 24 თებერვალი ირაკლი ჩარკვიანის გარდაცვალების დღე და სწორედ დღეს საღამოს იგეგმება ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანის 7 ცურვის ხელახალი გამოცემა შეგვიძლია ასე ვთქვათ ხომ? ალბათ მიზეზი თუ რატომ გადაწყვეტე 8 წლის შემდეგ ხელახლა გამოგეცა ეს წიგნი ის არის რომ ძალიან დიდი ინტერესია. კითხულს სურს წაიკითხოს, მაგრამ ტირაჟი დამთავრდა და შესაბამისად წიგნის მაღაზიებში ვერსად ვიხილავთ ამ წიგნს. ეს არის მთავარი მიზეზი რის გამოც გადაწყვეტე რომ კიდევ ერთხელ დამკავშირებიან ადამიანები, რომლებიც მთხოვდნენ რომ იქნებან მიმესწავლა ადგილი სადაც შეეძლოთ შეეძინათ 7 ცურვა ან მე ხომ არ მქონდა ერთი ეგზემპლარი და ძალიან ხშირად ამბობდნენ რომ იცით ვიყიდეთ და ვათხოვეთ მეგობარს და აღარ დაგვიბრუნა ან დაგვეკარგა და ну ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში და გადავწყვიტეთ უკვე ანუ გამომცემლობა ინტელექტთან ერთად რომ ხელახლა გამოგვეცა ეს წიგნი. იმიტომ რომ ძალიან დიდი მოთხოვნილებაა და მიხარია ხოლმე რომ სხვადასხვა თაობის განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან არის ინტერესი და ძალიან კარგია, როდესაც შეძლებ რომ ეს ინტერესი მათ დაუკმაყოფილო ასე ვთქვათ. რა არის მთავარი მიზეზი, რატომაც ირაკლი დღემდე აინტერესებთ და განსაკუთრებით ახალგაზრდებს როგორ ფიქრობ შენ? ალბათ პირველ ყოვლისა მიზეზი არის თვით ირაკლის შემოქმედება. ის რაც მან შექმნა წლების განმავლობაში იმდანად გულწრფელი იყო საკუთარ ხელოვნებაში, იქნებოდა ეს პოეზია, მუსიკა თუ პროზა, რომ ეს სიგულწრფელი ყოველთვის დასაფასებელია და ცირა ადამიანი, როდესაც ცხოვრობ, აი თითოეული შენი ამოსუნ თქვა, როგორ გითხრა, აბსოლუტურად ადეკვატურია იმისი, რაც ხელოვნებაში ფიქსირდება. ეს უკვე ნიშნავს, რომ აქტუალობას ძალიან დიდი ხანი ვერ დაკარგავს. ხო, ყველა დროსა და სივრცეში თანამედროვეა, მე სულ ვამბობ. როგორი კუთხით დაინახავს მკითხველი ირაკლი ჩარკვიანის წიგნის საკითხვის შემდეგ? ჩვენ მაშინ ხა სტუმარი შემოგვიერთდა და მარიკა ბაკურაძე, რომელიც ჟურნალისტია და ასევე გამომცემლობა ინტელექტის წარმომადგენელი. გამარჯობა მარიკა, წიგნი მოგვიტანა რაც თავარია. მოდი. მე მგონი დავკეთე. გამარჯობა, მოგესალმებით. მოდი აი აქ ჩაჭექი. ჩაისვავთ? რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით. დავეტევი. გამოსაუბროთ წიგნზე, მაყურებელს შეგვიძლია ვაჩვენოთ. ჩვენი წიგნი, რომელიც სულ ახლახანს დაიბეჭდა, დღეს იქნება პრეზენტაცია, ქეთათოც საუბრობდა და დღის შემდეგ უკვე ყველა წიგნის მაღაზიაში ყველა მსურველს, ვინც ამდენი წელი ელოდა, ყვებოდა ახლა ქეთათო მოთხოვნები. 8 წლიანი პაუზის შემდეგ, ხო? ანუ პირველი ვარიანტი გამოვიდა 8 წლის წინ. იცით რა 8 წლის წინ გამოვიდა ზუსტად. ძალიან მალევე აღარ იყო. ძალიან მალევე აღარ იყო, მაგრამ თუ ანუ იმხელა ტირაჟი იყო, რომ ყველა რეკორდი მოხსნა მგონი, რა თქმა უნდა დაემთხვა ირაკლის გარდაცვალებას და ასე ვთქვათ ინტერესი ამანაც კიდევ უფრო გააღვივა, მაგრამ მე ვთვლი რომ ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის ეს წიგნი ასე ვთქვათ გაგებული და აღქმული. არანაირი კრიტიკა არასდროს არ დაწერილა, რაც სამწუხაროა. და კიდევ ერთხელ მე თვითონ ეს წიგნი მილიონჯერ მაქვს ალბათ წაკითხული და ისეთი წიგნია რომ გაძლევს იმის საშუალებას საიდანაც გადაშლი იქიდან შეგიძლია იკითხო და თანდათან რაღაც უფრო ფართედ და ესე იქნება აღქმული თვითონ ეს რომანი ავტობიოგრაფია. ქეთათო შეიძლება ერთი მცირე ამონარიდი წავიკითხო ამ წიგნიდან. ამ წიგნის დაწერაც რატომღაც აუცილებლად მიმაჩნია, რას მოუტანს ეს წიგნი საქართველოს მკითხველს, ან თვითონ მე არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, როგორც ახალგაზრდობაში ეს ბურთი უნდა გავიტანო. ანუ ეს 43-დან 44-მდე ქაღალდზე უნდა გადავიტანო. როგორ ფიქრობ, რა მოუტანა ამ წიგნმა მკითხველს და რას მოუტანს? იცით რა მკითხველი დაახლოებით მიხვდება რა გარემოში თქვა ცხოვრობდა საერთოდ რა კონტექსტი იყო ირაკლისთან მიმართებაში და მთლიანი ეპოქა ჩანს სხვათა შორის იგივე ეს იქნება 80-იანი წლები 60-იანი წლები ირაკლის დაბადება აი ყველაფერია ამ წიგნში მეტნაკლები დოზირებით და რაც თავარია ირაკლის გაიცნობს ისეთ რომელსაც შეიძლება როგორცაც ბევრი მისი ახლო მეგობარიც ვერ ხედავდა და ბოლო 1 წელია ფაქტიურად ირაკლის დაფიქსირებული ამ წიგნში.
გადავიდეთ კითხვით მარიკასთან. რა არის ამ წიგნში განსხვავებული წინა გამოცემისგან? განსხვავებული ტექსტის მხრივ ნამდვილად არაფერი არ შეგვიძლია. ნუ ვიზუალურად არის განსხვავებული და ფოტოებით არის გამტიტრებული. ახლა ქეთათო ყვებოდა იმ პერიოდებს, ხო, რაც არის წიგნში და ყველა თანდართულად პერიოდებთან ერთად არის ძალიან საინტერესო ფოტოარქივით გამდიდრებული. ჩვენ ყველანი ერთად ძალიან დიდ არქივს შევეჭიდეთ და ფოტოების მოძიების საინტერესო ფოტოები ნამდვილად ირაკლის ბავშვობიდან დაწყებული. აი ბოლო სხვათა ძირითადად ანუ ჩემს ხელთან არსებული ფოტოარქივია და რაღაც თემატურად უკვე სად რა ფოტო არის განთავსებული მარიკას პრეროგატივაა. მაგაში არ ჩავრეულა. რედაქტორობა მომანდეს და სხვათა თან რედაქტორობაც მოგანდეს. გელა, ნანა და ირაკლი, ესეთი პატარა ირაკლი მაგალითად. არა, მაქსიმე. ბაიმე ბოდიში ეს მაქსიმე. მაქსიმე ჩარკვიანი. ბოდიში ხდი. ის ბავშვობის ფოტოსაც ვიყავით. ეს არის ინტელექტის რიგით მესამე პროექტი, რომელიც ჩარკვიანების ოჯახს უკავშირდება. მეოთხე. ოჯახთან გამორჩა. პირველი იყო ირაკლის საგაზეთო სტატია. ერთი რომელსაც ერთად მოუყარა. შემდეგ იყო ზედიზედ გელა ჩარკვიანის ორი წიგნი, ეს იყო სხვათაშორის ბესტსელერია. კი. ნუ რა თქმა უნდა ბესტსელერი და გელაც ბესტსელერი, იმიტომ რომ აი ტირაჟზე წავიდა, ასე ვთქვათ. და ეს არის უკვე მეოთხე მშვიდი ცურვა, რომელიც ესე გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა. ეხლა თან იმ ფოტოს ვეძებ. თავარი ინტერესი რა იყო, როდესაც აი შეეჭიდეთ აი ამ წიგნს? პირველი ინტერესი იყო მოთხოვნა მკითხველის, იმიტომ რომ ჩვენ აი მე თვითონ მაგალითად მივხვდეთ რომ ის წიგნი მაქვს, აი ძალიან მეგობარს ვთქვამს, რომ შენ ხო ქეთათოს იცნობ და გეხოცები დაურეკე, იქნებ წიგნი ქონდა. აი წარმოგიდგენია, სულ მაგ დღეში ვიყავ. მართლა ყოველთვის და მე ბოლოს ჭკუა ვისწავლე, ჩემს წიგნებს ვაწერ ხოლმე ქეთათოს წიგნი, რომ არც არავის არ ვათხოვო, არა მერიოს. ქეთათოს შენ რა აღმოაჩინე? ეხლა დაგვიანებულია ეს კითხვა, იმიტომ რომ ტექსტუალურად თითქმის არაფერი არ არის შეცვლილი. მაინც საინტერესოა რა აღმოაჩინე, როდესაც წაიკითხე ეს წიგნი, ისეთი რამე თუ აღმოაჩინე რა არის. პირველად ანუ პირველი რედაქტირება, ასე ვთქვათ, რაღაც თითქოს ჩემ ხელში გაიარა ამ წიგნმა, ანუ ირაკლი რო წერდა ჯერჯერობით რაღაც სულ ჩართული ვიყავ ამ პროცესში და აი ესეც საინტერესოა, როგორ წერდა ეს პროცესი ყველაფერი და ძირითადად წერდა თუ ვიკამათებდით ან ჩემზე იყო გაბრაზებული, არ მელაპარაკებოდი და იწყებდა წერას, მაეჭვიანებდა ამ წიგნს. დიდ დროს უთმობდა წერას. აი გეუბნები ხე იმქიდან გამომდინარე რამდენჯერ ვიჩხუბობთ და გავაბრაზებთ ერთმანეთს. რამდენი ხანი წერდა? ფაქტიურად ეს არის ბოლო 1 წლის ნახევარი წლის, ასე ვთქვათ, ნაწერი. ირაკლის მანამდე ქონდა იდეა რომანის დაწერის და სულ სხვანაირად უნდა წასულიყო იქ, ანუ პერსონაჟები მეტი იყო. მაგრამ ბოლოს გადაერთვა ამ ავტობიოგრაფიულ რომანს, რაღაც დღიურივით არის. ერთგვარად და თვითონ ირაკლის მიზანი რა იყო ამ წიგნით, რისი თქმა სურდა? ისაუბრიათ ამაზე, აი რატომ წერმე, ხო, ძალიან საინტერესოა. რატომ ვიწყებ მე ჩემი ავტობიოგრაფიული რომანის დაწერას? 10 წლით ადრე აპირებდა რომანის დაწერას, სულ აპირებდა, მაგრამ რაღაც ნაწილები ქონდა და თავი ერთად არ მოუყარა და ბოლოს უკვე გადაწყვიტა, რომ აი ეს რაღაც ლიტერატურული სივრცე იყო მისი მშვიდი ცურვა და ეს იყო მისი თავშესაფარი ერთგვარი. თავშესაფარი ყველასგან, თუნდაც ჩემგან ზოგჯერ და აი ზუსტად ეს იყო ის, რაც კომფორტს უქმნიდა გარკვეულწილად. არსებობს რაიმე ჩანაწერები, რომლებიც არ გამოგიციათ, ხო? აი ჩავნიშნე რა. სხვათა შორის არსებობს ამ წიგნის პატარა მონაკვეთი, რაც მაშინ გადავწყვეტეთ, რომ არ შესულიყო, იმიტომ რომ იქნებოდა, როგორ გითხრათ, ზედმეტად შოკის მომგვრელი და იმდენად კარგი და საინტერესო საკითხავია და ისეთი მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ეს ზედმეტი ისინი ატრიბუტები აღარ ჭირდებოდა ამას, იმისთვის, რომ აღარ წაიკითხავდნენ მთლიანად და იმ ერთ რაღაცაზე გააკეთებდნენ აქცენტს, მერე და ეგეთ რაღაცები ამოვიღეთ. დღევანდელ საღამოზე რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად რა გარემოში გაიმართება ეს პრეზენტაცია, ვინ იქნება, როგორ იქნება ეს რომ მოგვიყვეთ, მოკლედ და რამდენად თავისუფალია დასწრება, ანუ ვინც თავისუფალია ნებისმიერ მსურველს, აი ვინც ამდენი წელი ელოდა, შეუძლია მოვიდეს დღეს საღამოს 7 საათზე საჯარო ბიბლიოთეკის მთავარ საგამოფენო დარბაზში იქნება ამ წიგნის პრეზენტაცია და ერთობლივად რაღაც ესე გადავწყვიტეთ, რომ არ იქნება მუსიკალური
ვიზუალური პრეზენტაცია. ანუ ამ შემთხვევაში იქნება ირაკლი სრულად ლიტერატურული. იმდენად მნიშვნელოვანი წიგნია, რომ არანაირი შელამაზება დამატებითი იქნება საუბარი რომანზე, საუბარი ირაკლის ლიტერატურულ ღირებულებებზე, მის ამ მიმართულებაზე და წიგნის განხილვა იქნება და საკმაოდ სერიოზული პრეზენტაცია გამოც აკადემიური. მნიშვნელოვანია და რაც თავარი ეს ყველაფერი დავაფიქსიროთ, ჩავიწეროთ. განხილვაში ვინ იღებს მონაწილეობას? მოდერატორები მთავარი წამყვანები ასე ვთქვათ არიან რატი ამაღლობელი და გიორგი კეკელიძე და ასევე მონაწილეობენ ირაკლი კაკაბაძე, ლაშა ბაქრაძე, ალექსა ჩეღვინაძე, შოთა გაგარინი და ასე შემდეგ. ანუ ეს იმის გარანტია რომ საინტერესო იქნება საინტერესო აკადემიური სივრცეც ესეთი აკადემიური გადავწყვიტოთ ანუ ვინაიდან წიგნი გამოვიდა ძალიან სოლიდური იქნება ასეთივე სოლიდური აკადემიური პრეზენტაცია სადა საუბრით და განხილვით და უნდა უთხრათ მაყურებელს რომ შემდეგ უკვე წიგნის მაღაზიებში შეიძლება შეიძინოს მაგრამ პრეზენტაციაზე მოსვლას ის პლუსი აქვს რომ შეღავათიან ფასად შეუძლიათ შეიქმნას მხოლოდ დღეს იქნება ყველაზე საბაბი მე მგონი არ ჭირდება საბაბი ამ პრეზენტაციაზე მისვლას მაგრამ მაინც მე ხა ერთ კიდევ პატარა მონაკვეთს წავიკითხავ. ჯერ კიდევ მინდა ვიჯდე ამოხერ კომპიუტერთან და თქვენთვის ვწერო საკუთარ თავზე 21 საუკუნის დასაწყისში და იმედი ვიქონიო რომ ისინი ვინც ამას საუკუნის ბოლოს გადაშრიან ამ წიგნს დაახლოებით მაინც იგრძნობენ თუ როგორი იყო მეფე ირაკლი პირველად თავისი შიშებით, ნერვოზებით, სიყვარულით, რომელსაც ის მეტწილად საკუთარ მუსიკაში აქსოვდა. რა იყო ალბათ ამაზე წიგნშიც წავიკითხავთ, მაგრამ შენ როგორც მისი პირველი ყველაზე ახლობელი ადამიანი, საინტერესოა რა იყო ირაკლისთვის სისუსტეები, რა იყო შიშის. როგორც ყველა ადამიანს ირაკლისაც რა თქმა უნდა სისუსტეები ჰქონდა, ალბათ მთავარი შიში რა იყო, რაღაც დაუცველობის მომენტი ყველა ადამიანს აქვს და რაც უფრო მგრძნობიარეა, ხელოვანი და ხელოვანი მგრძნობიარეა, მით უფრო გამძაფრებული აქვს ეს, ანუ აი ეს რაღაც ეს ყოფითი ეს ყოველდღიურობა ძალიან დამძრგუნველია ესეთ ადამიანებს როგორც იყო ირაკლი და ამიტომ პრინციპში ამას გაურბოდა როგორც კი შეეძლო ამას გაურბოდა და მე მესმის მისი ვერ გავამტყუნებ იმიტომ რომ ირაკლი არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც ფიქრობს იმაზე რომ მაცივარი გავს ასე ვთქვათ რაღაც აგიტყობს არ ფიქრობდა იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ირაკლი არ იქნებოდა ირაკლი ისეთი იყო როგორცაც ჩვენ ხედავდით თუ იყო რაღაცები რაც ანუ სხვა კუთხე რომელსაც მარტო შენ იცნობ მე რასაც ვიცნობ იყო ძალიან თბილი ზეთბილი ადამიანი დაუჯერებლად თბილი ადამიანი და კეთილგანწყობილი ზოგადად სამყაროს მიმართ ესე იგი მისგან აი ეს რაღაც გაბოროტებულობა ეგეთი არაფერი არ მახსოვს სცენაზე უფრო ისეთი იყო იმდანაც მძაფრი იყო რომ ცოტა კიდე სხვა სახე ქონდა სასცენო და ყოველდღიურობაში იყო უთბილესი და მშვიდი ადამიანი ძალიან მშვიდი ძალიან კარგი და ცურავდა მშვიდად ცურავდა მშვიდ კეთეთო ჩვენ საკმაოდ დატვირთული დღეები გელოდება წინ იმიტომ რომ დღეს არის ამ წიგნის პრეზენტაცია ხვალ კი უკვე არის ფონდავტოგრაფის რიგით მეორე პროექტი რომელიც არის უკვე მოგონებები ირაკლიზე ხომ რაღაცა გაერთიანდა 100-მდე ცნობილი ადამიანი ზოგი შეიძლება არ იყოს საზოგადოების ცნობილი მაგრამ ირაკლის ახლობელი იყო ზოგი სხვათა შორის ისეთი რესპონდენტებიც არიან, რომლებიც ირაკლის არ იცნობდნენ და უბრალოდ სურვილი გამოთქვეს, რომ მის შემოქმედების თაყვანისმცემლები არიან და დაწერენ. ამ პროექტის შესახებაც მოკლედ უთხარი, მაგრამ იცით რა შესაქმე იყო გიგა კობალაძის იდეა საერთოდ აი ესეთი წიგნი რომ გამოსულიყო, რაც თავისთავად ძალიან მომეწონა და ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არ იცნობდნენ ირაკლის, ან არიან კარგი მწერლები და მათი ზოგადად აზრი მნიშვნელოვანია და ამიტომ მე ვთვლი რომ ძალიან საინტერესო პროექტი იქნება, ეს პრეზენტაცია ჩატარდება უკვე ხვალ. მე თვითონ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ, გავეცნობი ნაწერებს, იმიტომ რომ ვცდილობდი საერთოდ არც ერთი არ წამეკითხავ, ჩემზე გარკვეული ზეგავლენა არ მოეხდინა სხვის ნაწერს. ეს არის კონკრეტული მოგონებები, თითოეული ადამიანი კონკრეტული თქვათ მოვლენისადმი, რაც იყო ირაკლი ჩარკვიანი, მეფე.
მოდი მე ბოლოს ერთ ციტატას წავიკითხავ და დავასრულებ. ჩვენ შევისურვეთ მდინარე არაგვი, რომელმაც განბანა სული და ყოველი, რაც გარდასულ წელს შემოიპარა ჩემში და რაც აღარ დასჭირდება მეფეს, რომელიც 2005 წლის პირველივე დღიდან დაიწყებს მეფობას და მისი არსი იქნება სუფთა და ახლად შობილი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი ჩარკვიანის შემოქმედება და მემკვიდრეობა იმის საშუალებას მოგცემთ, რომ კიდევ ბევრი სიახლე შემოგთავაზოთ და გაანებივროთ მისი თაყვანისმცემლები ამით. ჩვენ ველოდებით სიახლეებს კიდევ მომავალში. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატებებს გისურვებთ დღეს პირველ რიგში. ხო, საღამოს ყველა უღრმესი ეროვნულ ბიბლიოთეკაში. აი ამ დღეს ასე ვთქვათ, ასე კარგად ჩატარებისთვის. კარგად დამეწყოთ. რეკლამის დროა ჩვენს ეთერში, თუმცა რეკლამამდე მოდით ნახოთ დღევანდელი გადაცემა კიდევ რა თემებს შემოგთავაზებთ. შემდეგ რეკლამა და დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში.